ჩვენ გვინდებით ფრანკფურტის სიგნის საერთაშორისო ბაზრობას შეხედე საქართველოს ფრანკფურტში დღეს ქართული სტენდი გაიხსნა ბაზრობისათვის ქართული მწერლები განსაკუთრებულად მომზადებდნენ. მათ ქართული წიგნის კუთხისათვის ბუკლეტები და ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნები ჩაიტარეს ქართულ მწერლებმა ფრანკფურტში ფორუმშიც მიიღეს მონაწილეობა და უცხოელი გამომცემლების შეკითხვებსაც უპასუხეს ქრონიკა ფრანკფურტიდან სოფელ ზურაბიანიგი ამბობთ. პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შეკითხვებს აუდიტორია ქართულ მწერლებს პირადად უსვამდა. დღე ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართველებს ამ ფორუმი დაეწყოთ. ლაშა ბაქრაძემ 5 ქართულ მწერელთან ერთად ფორუმი დიალოგი წარმოადგინა. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, აი ასეთი პატარა შეხვედრები იქნება, თუ მე ინდივიდუალური საუბრებიც სხვადასხვა გამომცემლებთან და ასე შემდეგ და არა მხოლოდ გერმანულთან, მაგრამ მთელი მსოფლიო არის აქ წარმოდგენილი, რომ პროპაგანდა გაუწიოთ ქართულ არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურას, არამედ საერთოდ ქართულ ლიტერატურას. შეხედე საქართველოს სანიშნი ამ დატვირთვით ქართულ სტენდს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე დილიდანვე გაცდა და იგი უცხოელებმაც მოერგეს. ინტერესს ქართულ სტენდთან უცხოელი მკითხველისა და გამომცემლების სიმრავლე ამძაფრებს. იტალიელი გამომცემელი ამბობს, რომ ამ ბაზრობაზე მისი ინტერესი ქართველების მიმართ დიდია, რადგან იცის, რომ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო არენაზე ძირითადად პოლიტიკური ახალი ამბებითაა ცნობილი, ძალიან დიდი ლიტერატურული წარსული აქვს. აინტერესებს რა ხდება თანამედროვე ქართულ მწერლობაში. We are very interested to know better about Georgia. საქართველოს ძირითადად მსოფლიო ყურადღების ცენტრში პოლიტიკური ამბებით ხდება. არადა ამ ქვეყანას დიდი ხნის კულტურა, ტრადიცია და ლიტერატურა აქვს. ამიტომაც ვიყენებთ ამ ბაზარს, რომ უკეთ გავეცნოთ ქართულ მწერლებს და გამომცემლებს. ეს მაინც სისტემასაც რაღაც არსებობს, რომ წიგნები მაინც თარგმნობ. თუ არ გამო, მე გედოს რომ ვიღაცამ შემთხვევით რომ შემიაროს მეც ეს და ეს ამიტომ ეს კარგია რაღაც შეკითხვები მოაქრა ბერჯერო რა ამყოფი. ასე შეკითხვები არ ყოფილა ასეთ თემებზე არასდროს. ყოველთვის იყო რამდენი ტანგია, ვინ შევიდა, ამ პოლიტიკაზე უყვართ ხოლმე, ხო არის ადამიანი ეკითხება პოლიტიკაზე, ხო არც მის ნაწილი არის. ჩვენია ნაწილი იცოდა. რაზლორაკი წიგნის დილერია, ძირითადად ანტიკვარებზე მუშაობს. წლევანდელ ბაზრობაზე მე-17 საუკუნის ამ გერმანული ბიბლიით ამაყობს და ამ დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ ერთმა მდიდარმა მეორეს შავკანიანი მონა მიყიდა. ამბობს, რომ ქართველების განსაკუთრებული ტრადიციული ლიტერატურის შესახებ ბევრი იცის, მაგრამ ქართულად ვერ კითხულობს, ამიტომ მეტ თარგმანს ელოდება. მე პირადად ქართულად ვერ ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს. ამიტომ წიგნის ეს ბაზრობა გამომცემლებისა და ქართული მწერლების შესახვედრად კარგი ადგილია, რომ მომავალში ქართული ლიტერატურა უცხოელ ენაზე ითარგმნოს. Have a look at Georgia. ანუ შეხედე საქართველოს. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი უცხოელი გამომცემელი დაინტერესდეს ქართული ლიტერატურით და მეტი მწერალი ითარგმნოს. ქართული ლიტერატურის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი სრულად სასახარო ეს გარღვევა უნდა მოხდეს აუცილებლად და სახელმწიფომ ყველაზე მეტი ფული რაც მისგან იქნება დახმარება ეს არის უნდა გადაიხადოს თარგმანებში რომ ქართული ტექსტები ქართული ნაწარმოებები ლიტერატურა სხვა აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებში იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც აინტერესებს საქართველოს გაცნობა პირველ რიგში კითხულობს რა ლიტერატურა აქვს ფაქტი რომ პირველი დღის ალიონზე შეიძლება ითქვას ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენს მოსასმენად უკვე შესანიშნავია ამიტომ დავუვედოთ პრობლემების განვითარებას ის ფაქტი რომ მოგვეცა საშუალება რაღაცის წარდგენისა მე მგონი უკვე დიდი გამარჯვება ფრანკფურტის წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე 8 ქართველი მწერალი და 10 გამომცემელია წარმოდგენილი. კულტურის სამინისტრო, რომელიც ამ ბაზრობაზე ქართული პროექტის შეხედეს საქართველოს ინიციატორია, უცხოელი გამომცემლების დაინტერესებას სხვა პროექტითაც ცდილობს. კულტურის სამინისტრო უცხოელ გამომცემლებს, რომლებიც აპირებენ ქართული ავტორების გამოცემას საზღვარგარეთ, აი სწორედ ამ გამომცემლებს სამინისტრომ თარგმანის ხარჯს, უწოდებ თარგმანის ხარჯს აუნაზღაურებსაც, რეალურად არის ძალიან დიდი დახმარება უცხოელი გამომცემლებისთვის. და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამ წელს ძალიან ბევრი განაცხადი შემოვა და აღნიშნული პრეზენტაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საკმაოდ დიდია და რამდენიმე საათი გჭირდებათ იმისთვის რომ მოიაროთ და 7000-ზე მეტი საგამოფენო სტენდი ნახოთ. ასეც ქვეყანას ცდილობს საკუთარი მწერლობითა და ლიტერატურით დააინტერესოს აქ შეკრებილები. შეჩერდება თუ არა მზერა საქართველოზე, ამას უკვე ბაზრობის დასრულების შემდეგ პროექტებით ვნახავთ.